მშვიდობებით მას და გადმოვდივართ სტუდიაში. მადლობა ასევე გადაცემაში მონაწილეობისთვის ბატონო დევიდ და მოდი ვისაუბროთ იმაზე, როგორ ხვდებით ომიკრონს და რას გამოიწვევს ის საქართველოში. ბატონო დევიდ, თქვენ გითხავთ, რა შეიძლება ჩვენთვის, როცა გაჩნდება ვარიანტი, გაჩნდა უკვე, უბრალოდ უფრო დომინანტური გახდება ვარიანტი, რომელიც ბევრად გადამდებია. და საერთოდ არის გარდაუვალი, რომ ის გახდეს დომინანტური თქვენი აზრით, არ ვიცი, ეს ალბათ უფრო ეპიდემიოლოგებს უნდა ვკითხო, მაგრამ მაინც თქვენ გითხავთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემოყურებელს. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, სანამ მაგას პასუხს გავცემ, ის რომ აი ეს მესამე ჯგუფი, რომელიც მე დავყავი სამ ჯგუფად, ეს ჩვენი მოსახლეობა, რომელიც აცრის მომხრია, მოსახლეობა, რომელიც კატეგორიულ არს ამობს და წარმოუდგენელად მიაჩნიათ მათ ეს ვაქცინაციის პროცესი და მესამე ჯგუფი, რომელიც არის ეგრეთ წოდებულ გაურკვეველ მდგომარეობაში, ჩაიტარონ ვაქცინაცია თუ არ ჩაიტარონ ვაქცინაცია და ათასნაირ რაღაც ესეთ მითებს და ამას უგდებენ ყურს. აი ზუსტად ამაშია საქმე, რომ ეხლა ბატონმა ივანემაც ახსენა, რომ მათთან საუბარს პრინციპში უკვე აზრი არ აქვს, ეხლა უნდა ვიმუშაოთ იმ ადამიანებთან, ვისთანაც რაღაცა გარკვეულ შედეგს მივიღებთ. მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ამ ადამიანებთან ანუ ერთი და იგივე ხალხი უნდა ერთი და იგივე ხალხია. ზუსტად აი მე მინდა გითხრათ, სულელური ხუმრობა იყო ჩემს ხალხაზდობაში, ერთი და იგივე ხალხი თხოვდებაო თბილისშიო სულ და ეხა ერთი და იგივე ხალხი ვიძრებით რაღაცა მაგ დღეში. და ზუსტად ეს ერთი და იგივე ხალხის მოდი ვთქვათ ფენომენი არსებობს საქართველოში, რომელიც წავიდა ბუსტერზე. მე უკვე გავიკეთე ბუსტერი და მეოთხეც მინდა რომ გავიკეთე და აი ეს ადამიანები ზრუნავენ იმაზე, რომ დაიცვან თავის საკუთარი თავი, დაიცვან მოსახლეობა და ასე შემდეგ და ისინი ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ეს ეპიდემია რაღაცեր შევაჩეროთ, ბარიერები გაუჩინოთ, როცა უმრავლესობა არ არის საცრილი. ქაბატონო ნინო, ზუსტად აი 3.5 მილიონ ადამიანზე არის საუბარი. აი ამ 3.5 მილიონი ადამიანიდან 1.200.000 რო არის აცრილი და დანარჩენი არ არის აცრილი, ეს უკვე ქვეყნისთვის ძალიან დიდი რისკია. იმიტომ რომ ეს მცირე რაოდენობა, ამ შემთხვევაში მცირე რაოდენობა ვერ შექმნის ისეთ ფონს და ისეთ სურათს, რომ აი ამ არააცრილ ადამიანებთან მიმართებაში რაღაცა ბალანსი. რა სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ საქართველოსთვის? მოდი წარმოვიდგინოთ. ომიკრონი სწრაფად გავრცელებადია, არის ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული ვირუსული გრიპის ერთ-ერთი წარმომადგენლობითი სახეა, თავისი სხვადასხვა მუტაციებით და რომელსაც სხვათა შორის არ აქვს ცოტა რაოდენობის მუტაცია და ის შეიძლება გენერალიზებული გახდეს სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ასეთი მდგომარეობისთვის ჯანდაცვის სისტემა დღეისათვის არის ასე ვთქვათ ორგანიზებული იმდენად რამდენადაც რომ მას ამ მომენტში საწოლების ფონდი აქვს დაახლოებით 3.000-მდე, მაგრამ თუ ეს რაოდენობა, თუ ეს გავრცელება უпростоრად ასე სწრაფად განვითარდება, მაშინ ეს რაოდენობა მათ არ ეყოფათ. აი ამაშია ჩვენი ყველაზე მთავარი სიძნელე. სიძნელე კიდევ რაშია? რატომ არ ეყოფათ ეს საწოლები? თუ ადამიანები ამ ეგრეთ წოდებულ გრიპს, მოდი დავანებოთ თავი ომიკრონს და მას ალფავიც, ეს გრიპი იქნება ბინაზე გადატანის ვარიანტი, იქნება თუნდაც სასტუმროებში გადატანის, COVID სასტუმროებში და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ეს რაოდენობა გარდაცვალების მაჩვენებელი მაინც გაიზრდება სავარაუდოდ. ზუსტად მანდ მივდივარ, რომ დაამძიმებს, სადაც იქ რომ ჩვენ 80%-ზე მეტი გვაქვს გარდაცვლილების რაოდენობა ზუსტად ის, ვინც აცრილი არ იყო. სამწუხაროა ეს, მაგრამ რეალობაა. მოცემულობა ასეთია, ზუსტად აი ეს ადამიანები, რომლებიც არ არიან აცრილები და არ იქნებიან ამ პერიოდისათვის და მათ არანაირი დაცვის მექანიზმი, მათ ორგანიზმს არ ექნება ბრძოლის უნარიანობა, აი იქ მივიღებთ გართულებას, რომელიც ჯერ ჩვენ კიდე წესიერად ასე, აი რა ვთქვათ, საბოლოო დაბეჯითებით ვერ ვიწვით. მაგრამ აი ეს გართულებები, რომლებიც აი 80 თითქმის 80 ქვეყანაშია უკვე და 89 ქვეყანაშია დღეს მონაცემებით, ჯანმოს მონაცემებით 89 ქვეყანაა, მე მგონი თუ არ ვცდები და აი ზუსტად აი ამ 89 ქვეყანაში უკვე იკვეთება რაღაცა გარკვეული სიმძიმეები, რომელსაც ეს
დაავადება და ეს ვირუსი იწვევს. ჩვენ აბსოლუტურად არავისგან განსხვავებული არა ვართ, არც იმის საშუალება არ აქვს, რომ ჩვენ ისეთი ეპიდემიოლოგიური და საკარანტინო მდგომარეობა შევქნათ, რომ ეს არ გავრცელდეს და ერთადერთი გავრცელება ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ორი მიმართულება. ერთი არის პირბადე, რომლის მაჩვენებელი ჩვენთან არის 28, მაქსიმუმ 30% და მეორე ეს არის ვაქცინაცია, რომელიც დაახლოებით ამავე პროცენტებში მიღწევს. არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ ჩვენ ერთ თვეში საგრძნობი რაოდენობა აიცრას მოსახლეობას. 100,000 ადამიანი საქართველოში ვერ აიცრება, ეს არის აბსურდი, ამაზე ოცნებაც კი არ არის. და შესაბამისად გამოდის ის, რომ ის გეგმა, რომელიც იყო სახელმწიფოს მიერ გაწერილი ვაქცინაციის, პრაქტიკულად წლის ბოლოსთვის შესრულებული არ არის. კი ბატონო, ვატო, რას წლის ბოლოსთვის კი არა, მე მგონი არარეალურია საერთოდ ამ ხო, არ ვიცი, 50,000 რო ავცრათ, კიდე რაღაცა შეიძლება ცოტა ილუზია შევიდეთ. ბატო, რა სცენარს ხედავთ თქვენ საქართველოსთვის, გითხარით თუ შეიძლება? პანიკა აშკარად არ არის ჯერჯერობით ჩვენს სამედიცინო სფეროს ხელმძღვანელებში და ისინი შვიდად ხვდებიან ამ ახალ ვარიანტს. თქვენ რა თქმა უნდა, შვიდად ხვდებიან, იმიტომ იმდენად მძიმე სიტუაცია, რომ ეს ვეღარ დაამძიმებს. არა, მასია, რეალურად მასია. თქვა კარგად, ომიკრონი არც პირველი გამოწვევა და შესაძლოა არც უკანასკნელი. რა თქმა უნდა და ეხლა ბრიტანეთში რომ მოხდა, პრემიერ ლიგის თამაშები გადადეს. კი, გადადეს. იგივე დავოსში ჩაიშალა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. გერმანიაში, სოფქალაქში ტრანსპორტში ასვლა გახდა მხოლოდ და მხოლოდ ეგეთ წოდებული მწვანე COVID პასპორტებით. ვენაში და პარიზში აკრძალეს ფოიერვერკები და კონცერტები. იმიტომ იმ ხალხმა რაღაცა მიაღწიეს რაღაცა სტაბილურ, ნორმალურ მდგომარეობას და ახლა ამ მდგომარეობის გაუარესება არ ჭირდებათ. იმის მიუხედავად, რომ პირველადი ჯანდაცვაც კარგად აწყობილი აქვს, კლინიკები პროცენტი აცრილი ადამიანების, ვაქცინირებული ადამიანების, ჩვენთან ეს ყველაფერი იმდენად ცუდად არის, რომ ამაზე ცუდად ვერ იქნება. ანუ ამაზე ცუდად ფიზიკურად ვეღარ ვიქნებით და ამიტომ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად. ომიკრონის შემდეგ წამოვა პიმიკრონი, მერე იქნება რომიკრონი, მერე სიგმა 2400-ა ბერძნულ ალფაბეტში ჩავად ბოლო ომეგამდე. ანუ ჩვენთვის უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ეს დელტა იქნება, ომიკრონი იქნება. რეალურად იმდენად არ ნერვიულობენ, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. ნიღბების ტარებას რატომღაც აბრალებენ მოსახლეობას. როდესაც აქ ნიღბების ტარებაში ლიდერი და ყველაფერში ამაში უნდა იყოს სახელმწიფო. სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს იმისათვის, კი პასუხისმგებლობა. დღეს შემთხვევა მოვყვები, ჩვენი მეგობარი არის, პატაიცი, ვენაში ტაქსი, უბერის ტაქსი ჩაჯდა და ნიღაბი გაიკეთა ტაქსი ჩაჯდომის დროს. რომ ტაქსის დაელაპარაკა და რომ გადმოვიდა ტაქსიდან, მოვიდა SMS-ი, რომ თქვენო გვიან დაიბნიეთ ნიღაბიო, შემდეგში დაჯარიმდებით და უბერის ტაქსის გამოყენება აგეგრძალეთ. ანუ იმ ტაქსისტმა გადასცა ინფორმაცია, ეს არის პასუხისმგებლობა მოქალაქეობრივი, მაგრამ იმ ავსტრიაში იქ სახელმწიფო არის ლიდერი ამ ყველაფერში და ჩვენთან, როდესაც ყავდა თუ არ ყავდა 10 მინისტრი არ ვიცით. როდესაც არავინ არ გძალავს, ხო იცით ახლა სეფა გახდა ისო მოდური ეგრეთ წოდებული. ყველა მიცის იშლება 200 კაციანი, 300 კაციანი, გამგებელმაც იცის, პოლიციამაც იცის და არავინ ამას არ უგძალავს. ხელისუფლება მართავს კონცერტებს. ხელისუფლება მართავს კონცერტებს. ახალწლად მაჩვენებს. ამას აუცილებლად ვიტყვი, საკრებულოში ხვალ, როდესაც ნაძვის ხე გაუხსენით, იცით რა ხდებოდა მეტროში, 1000 კაცს რო უშვებდნენ და უნიღბოდ რო იდგნენ რიგში. პარიზი აღარ აკეთებს ამას და საფრანგეთი და ეს პარიზში და საფრანგეთში და ავსტრიაში არ ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ იმდენ ცუდად აქვს საქმე რომ გავაკეთებთ თუ არ გავაკეთებთ, მგონი დიდად არაფერი შეიძლება. გადავედით მე-7 ადგილზე, ალბათ თქვენ იცით და მაყურებელმაც რო იცოდეს. გარდა 1 მილიონ მოქალაქეზე გარდაცვლილთა რაოდენობა სოფლიოში ევროპაში ვარ ბოლო ადგილზე პირველად 224 ქვეყანას შორის არა ევროპაში ვერ ვიქნებით პირველ ადგილზე არა ბოლო ადგილზე ვარ ნუ ჩვენ გვისწრებენ ჩრდილოეთ მაკედონია მონტენეგრო უნგრეთი ბოსნია ჰერცეგოვინა ბულგარეთი პერუ სოფლიოში ვარ და ეს არის გარდაცვალების მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან დღემდე ანუ ეს არ არის ბოლო ერთი კვირა ბოლო ერთი თვე ან ბოლო ერთი წელი რაც პანდემია დაიწყო ჩვენ ხან ინდოეთს დავტიროდით, ხან იტალიას დავტიროდით, ხან მას რა ქვია შვედეთს დავტიროდით, რასაზრდები არიან და რეებს აკეთებენ და ჩვენ ვართ მე-7 ადგილზე გარდაცვალების მაჩვენებლით. 5 მილიონი ადამიანი. როგორ გვადარდებს იქნება ეს? 5 მილიონი ადამიანი არის გარდაცვლილი მთელ სოფლიოში და ცოტა კიდე რაღაცა მეტი, ხო? ჩვენ უკვე გავედით 13,000-ზე. გამოვიანგარიშოთ ახლა პროცენტი ამ 5 მილიონიდან 13,000.
აი ეს არის ყველაზე რთული მომენტი და როდესაც ამას წინააღმდეგობას უწევს გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ამას აპროტესტებენ, როდესაც ამას გინებით, ლანძღვით, აი ამ მობილურზე ძალიან ბევრი შეტყობინება დაწყებული პირადი ლანძღვიდან დამთავრებული ანტივაქსერებს გულისხმობთ? დედის გინებით დამთავრებული. ეს ყველაფერი მიღებულია და ისა გვაქვს, მაგრამ კარგი დავანებოთ ამას. ბატონს დაუბრუნდები და მე აზრი დაასრულეთ არა, ასე ვამბობ, ამის მერე საუბარი ცოტა ძნელია და ცოტა მძიმეა. იმიტომ რომ აი აბსოლუტურად არათავსებადი რაღაც, არალოგიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობ. გახსოვთ ადრე გადაცემებს ვაკეთებდით ხშირად, გამოსავალი რა არის, ვაქცინაცია, აი კოვიდი, რამდენი ადამიანია, რამდენი საწოლი გვაქვს და ასე შემდეგ. გეტყვით გულწრფელად რომ მე შევწყვიტე ბოლო პერიოდში ამაზე გადაცემის კეთება, იმიტომ რომ თუ არავის არ აინტერესებს. როცა ამდენი ადამიანი იხოცება და ამბობენ რომ ჩემს ძვირფას სხეულს ვერ მიეკარება ვერანაირი ვაქცინა და ასე შემდეგ, თუ ეს არავის არ ადარდებს ამ ქვეყანაში სასწაულის მომწევართ მე მგონი, მე 7 ადგილზე ვარ მთელ მსოფლიოში 224 ქვეყანას შორის სიკვდილიანობით და ჩვენ ეს არ გვადარდებს. ბოლო 6 თვე რო ავიღოთ, მეც ვაკეთებ, მაგრამ ბოლო 6 თვე რო ავიღოთ კოვიდის პირველ ადგილზე ვარ. არა, ჩვენ დავიღოთ ბოლო პერიოდი, იცით როცა იყო დასაწყისი, როცა ქვეყანა ჩავკეტეთ. ხო, ქვეყანა რო ჩავკეტეთ, არავის ამბეშდავი პერიოდის გვაქვს მონაცემები. ეხლა და ბოლო 6 თვეს განმავლობაში ნახეთ პირველ ადგილზე ვარ. მილიონზე გარდაცვლილი რაოდენობით. ბოლო 6 თვე ავიღოთ. ვერავინ ვერ დაგვეწევა კარგი დიდხანს და ამიტომაც თქვენ რა რჩევ? აქ რჩევა ერთია. 2 წელიწადი მართავს ერთი და იგივე ადამიანები, რომელსაც არ შეუძლიათ მართვა და არ იციან მართვა. შეეშვით რა უნდა მოვიდეს აბსოლუტურად სხვა ხალხი, სხვანაირი ხედვი, დაწყებული იმ საკოორდინაციო საბჭოთი, დამთავრებული მინისტრი ახლა გადადგა ამ მშენებლობა. ახლა უკვე რამის აზრი აქვს. კი, ყოველთვის ყველაფერს აქვს აზრი, რომ იმიტომ რომ ყოველ დღე 60, 45, გინდაც 42 ადამიანი არ ყდებოდეს ყოველდღე. არავის არ აწუხებს ეს მე მგონი ამ ქვეყანაში. მე მაწუხებს და იცით რა, ამით მე ვწუხდები და ჩემი შვილები წუხდებიან და დევი წუხდება, თქვენ წუხდებით. ვაქცინაცია ბევრჯერ თქვი, ეს არ არის მე ვიყიდი თუ არ ვიყიდი ამ კოსტუმს, ეს ჩემი საქმეა, მაგრამ შენ რო არ იცრები, შენ მემაყენებ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. შენ ხარ ინფექციის წყარო და შენ დამემართოს, მე დღეს ბუსტერი გავიკეთე მესამე დოზა, მაგრამ მე მაინც შეიძლება დამემართოს. შენს გამო შენ რო არ იცრები, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები გვაქვს. ამიტომაც ეს არის საზოგადოებრივი სიკეთე, ეგრეთ წოდებული და ეს არ არის გავიარეთ, იმიტომ რომ არავინ არ ძალიან პროპაგანდირებს. ეს ხელისუფლება უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა ხელისუფლება უნდა ვილაპარაკოთ. თუ არ შეიცვალა ეს ხელისუფლება 2 წელია ღეჭავენ და იგივეს, ვერ ღებულობენ გადაწყვეტილებას, აღსრულებას, თავისივე მიღებული რეკომენდაცია ვერ გადი რა გაიწიე რა გვერდზე. ოღონდ მარტო ტიკარაძის გადადგომა, რომელიც რაღაცაზე გაიბუტა, ამას არ ყოფილს. მთელი სისტემა, მთელი ის ვინც არის ახლა ეგრეთ წოდებულ მართვაში, თავის საკოორდინაციო საბჭოთი და თავის ვაქცინაციის საბჭოთი ყველა უნდა წავიდეს. იმიტომ რომ ვერ მართეს. ბრიტანეთის სუვიძახი, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მე რა კიდევ ომიკრონ ამნიშნულობა, ომიკრონი იქნება თუ პიმიკრონი იქნება, არა, თუ პი შტამი იქნება. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა, იმიტომ რომ ნახეთ რომ ხელი ესე გადახვია თავის თანაშემწეს და დაარღვია ეპიდემიოლოგიური წესები და აღ აპატიეთ კრამიტებით სვავენ და იმაში რა ქვია, პურმარილზეა და იმებს შეხვედრებ და ჩვენი პრემიერ-მინისტრი, დიდი ეპიდემიოლოგი როგორია თავისთავად, რო ახველებს და გამოდის, მე გავცივდი. მეგობრებო, გაცივება არ არსებობს ესეთი დიაგნოზი. აუდიტორიაში ნებისმიერი გაცივება, ესეც ვირუსული ინფექცია, ან პარაგრიპია, ან გრიპია, ან ადენოვირუსი, ან კორონავირუსია. რომელიღაცა ვირუსია. გამოდიხარ ამ ეპიდემიაში და ხველებით ატარებ. ნუ ამის შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ რა ეპიდემიურ უსაფრთხოებაზე. ადამიანი გადადგა, იმიტომ რომ ვიღაცას ხელი გადახვია და ბოდიში მოუხადა მთელ ბრიტანეთს. რომ ეს როგორ მომივიდა, ეს რა შეცდომა დაუშვი, როცა ხალხიო ესე დაძაბულ ცხოვრებაშიო და ეს გამოდის და გაახველებს თავისივე გუნდის ახველასამდე იქნება. თავს მაინც ვიმშვიდებთ იმით, რომ უფრო ნაკლებად ძიმე კლინიკური მიმდინარეობა აქვს ამას. მე მაგალითად არ ვეთანხმები ამ ფორმას, რომ ჩვენ თავი დავიმშვიდოთ. თავის დასამშვიდებელი ჩვენ არაფერი არ გვჭირს. ჩვენ პირიქით უნდა ვიყოთ ყველანაირად მობილიზებული და მომზადებული, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მე ამას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად
შეუქმნათ, ასე ვთქვათ, ბარიერები იმისათვის, რომ არ გავრცელდეს ეს დაავადება. და მე მივედი ერთადერთი იმ დასკვნამდე, რომ ისევ და ისევ გახსოვთ თქვენ წინა პერიოდი, ჩვენ არაერთხელ შევხვდრივართ და სულ ამბობდით იმას, რომ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. ალბათ ისევ საზოგადოებამ უნდა გადაარჩინოს ერთმანეთი, სხვა გამოსავალი არ არის. იმიტომ რომ უნდა დავიცვათ, ასე ვთქვათ, აი მოდი პირველი ეს ვთქვათ, რომ დავიცვათ ეს დისტანცია, ნიღაბი და ასე შემდეგ, რომელიც არის. ამაზე ლაპარაკობთ გონიაზე არა, ეხლა ზუსტ ანუ ახლა მთავარია ნიღბით არ გეთანხმებით, აი მე ყოველთვის რაღაც ერთი არა ვარ ესეთი კაცრი და ხისტი იმის, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გეთანხმებით. ნიღაბი არის ერთ-ერთი ის მაღალი პროცენტი დაცვის საშუალების. ამას აუცილებლად 2 წელი ხდება უკვე და არა, მაგრამ აი ეცემა ნიღბის ტარების მაჩვენებელი. როდესაც ახალი ტიპის ვირუსი შემოვიდა, მართლა ვატოსი არ იყოს, ომიკრონი იქნება თუ პიმიკრონი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უნდა რაღაცნაირად შევქმნათ ის ბარიერი, რომლითაც ჩვენ შევამცირებთ მის გავრცელებას. ანუ ნიღაბი ხრჩება. ნიღაბი არის სხვა დედამიწაზე ჯერ არა მთელ სოფლიოს არაფერი არ მოუგონია ნიღბის გარეშე. რეალურად შემდეგი ეტაპი არის ეს არის ვაქცინაციის პროცესი. და შემდგომი პროცესი, რომელიც აუცილებელია და რეალურად არის ის, რომ მზადყოფნა გამოაცხადოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მან რაღაცა გარკვეული 50-50%-ზე მაინც შეძლოს თუნდაც დამძიმებული ჯანდაცვის სამინისტროში, როცა მინისტრი აღარ არის, ძველი აღარ არის, ახალი ვერ არ არის. სამინისტროში მინისტრი არ არის, მინისტრის მოადგილეა და ასე შემდეგ დეპარტამენტის მინისტრი არის, არ არის. ნუ ეხლა როდესაც ესეთი სოციალური მინისტრი ყავდა? არა, ქაბატონო, მე არა ვარ მისი და არა ვარ ჯანდაცვის სამინისტროს აპოლოგეტი, მაგრამ მე რეალურად ვამბობ, ის მოვალეობის შემსრულებელია თუ სხვა პიროვნებები, რომლებიც ამას ასრულებენ, თუნდაც იგივე გენინსპექცია, თუნდაც იგივე შრომის ინსპექცია და ასე შემდეგ. მათია ეს პოზიციები და მათ უნდა გააგრძელონ მუშაობა. არა აქვს ამ მომენტში მნიშვნელობა ქალბატონი ეკა თუ ნებისმიერი სხვა პიროვნება. ამიტომ უნდა რეალურად შევხედოთ ამას ყველაფერს ძალიან პრაგმატულად. ჩვენ უნდა შევასრულოთ ის დავალება, რასაც გვაძლევს და გვაწვდის ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია. ის არის დღეს სათავო ორგანიზაცია, რომელშიც მაგალითად ვატომ თქვა, რომ არასდროს ვერ აკეთებენ, ხო? ესენი თუ ვერ აკეთებენ, ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია გეუბნება და გაწვდის იმ დოკუმენტაციას. ჩამოწერილია აი შავით თეთრზე რეკომენდაციები. ვალდებულება სახელმწიფოსი არის ის, რომ რეგულაციები გაამკაცროს და დაიცვას ეს. მე არ ვამბობ იმას, რომ ჩაკეტოს და ლოკდაუნი და ასე შემდეგ. ამაზე ორი აზრი არ არის. ამას სახელმწიფო ელემენტარულად მეგონი არავინ არაფერს არ გაამკაცრებს, არავინ არ შეზღუდავს. სახელმწიფო აწყობს კონცერტს, მერია აწყობს ზუსტად თქვენ ხა მე ამით დაუშვებელი, არც ერთ სახელმწიფო ამას არ აკეთებს, რომ ჩამაწოდეთ როგორც იტყვიან ხელისუფლება აფინანსებდეს კონცერტებს. არ ვიცი პანდემიის დროს ეგეთ რამე ჩამაწოდეთ კარგის როგორც იტყვიან ჭყალებში სატოპკე. აი ახალი წელი მოდის. ეს კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ინდიკატორი იქნება იმისი, როგორ გავრცელდება. 2-3 კვირა გვინდა, მეტი არ გვინდა. არ ვეთანხმები მას, რომ ეს 2 და 3 თვის მერე და გაზაფხულზე არ დაგჭირდება ეს ამბავი. ეს ისე სწრაფად გავრცელდება, რომ 2-3 კვირაში ჩვენ მივიღებთ შედეგს. იქნება დომინანტური აი დიმპიტაურები, ზუსტად ის ადრიგზელოები, ზუსტად ის საახალწლო შეხვედრები, ზუსტად ის ნაძვის ღიზეიმები, სადაც ძალიან დიდი სიხარული წაიყვანენ თავის შვილებს და შვილიშვილებს, ეს კიდე ერთი თავშეყრის ადგილი იქნება. ჩვენ ახლა გვაქვს დღეში 5-6-1000 ინფიცირებული, ახლა ცოტა ნაკლები ამ პერიოდში, მაგრამ გარდაცვალება გარდაცვლილი 50-70-80. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესი. აი ხა მე არ მინდა. შეიძლება ყველა გავხდეთ ერთი თვის მანძილზე შეიძლება ყველა გავხდეთ. მე ესეთი ეჭვიცა მაქვს, რომ მე მოვიხადოთ ყველამ, ხო? აი ზუსტად მანდარი, მე ესეთი ეჭვიცა მაქვს, რომ ხომ არ არის ეს იმისკენ მიმართული გზა, რომ ყველა მოიხადოს ეს ყველაფერი და აი საუბარი როცა იყო 2 წლის წინ, 22 თუ 24 თვის წინ, ჯოგურ იმუნიტეტზე, ჯერთი ჯოგურ იმუნიტეტი ძალიან სუდად თვითონ გააკეთა საზოგადოებრივ მუტაცია. არა, მუტაციაზე არ არის საუბარი. მე ვამბობ, რომ აი რო ვეღარ ებრძვი და რო ვეღარ
ხურავა მართლა აი დარბიან და ამის არის აი ავტობუსებში აკეთებენ აცრას იმას ამას ანუ ყველანაირ ხერხს მიმართავენ ოღონდ ადამიანები აიცრან საბოლოო ჯამში მიდის იქამდე რომ რჩება ერთადერთი გამოსავალი არ ვიცი ეს ვერსიაც არსებობს სხვათა შორის რომ აი ამ ომიკრონით დასრულდება პანდემია ომიკრონით დასრულდება პანდემია ბოდიში გაწყვეტეთ ეს ვერსიაც არსებობს რომ ყველა დაინფიცირდება ამით აბსოლუტურად დაინფიცირდება იმ ომიკრონი იქნება თუ სხვა ამას კიდევ აქვს თავისი მუტაცია ამას კიდევ ახალი ფორმა წამოყვება ეს არ არის მარტივი ეს არ არის ეპიდემიოლოგიურად ის რომ დღეს ამას აიღებ და კარებს გადა მაგრამ ჯოგური იმუნიტეტი რომელიც საშინლად აი დავასრულებ და მე ვატომ გაგრძელოს ჯოგური იმუნიტეტი რომელიც მე ძალიან ცუდად მეჟღერება ყურში ეს არის პოპულაციური იმუნიტეტი მაინც ვთქვათ ადამიანებო რომ რაღაცა ძალიან არ ამოვარდეთ ფაქტია რომ უნდა მივახციოთ როგორც ჩანს უნდა მივიდეთ აქამდე და ეთყობა არის რაღაცა გარკვეული მიმართულება გეგმა იმისი რომ ბარემთლიანად ამ ხალხმა მოიხადოს ეს ყველაფერი არ ვიცი ვისი ამას ეს რო ვიცოდე პირდაპირ გეტყოდით ნამდვილად არ დავმალავდი მე არა ვარ ის რომ უკან რამე დავიტოვე ჩემს უკან იქნება და ეს ასეთი გადაწყვეტილებაა იმის პრეპარატები ჯერ ამაზე ხო არ იტყოდით რამეს იქნება ეს ომიკრონი არის ესეთი ვერსიები ზოგი მეცნიერიც ამბობს ამას რომ ამით დამთავრდება იმიტომ რომ ყველა მიხდის თუ ვინმე შეიძლება რომ მოიხადოს ვერავინ არ გააჩერებს იმდენად სწრაფად სოფლიოში შემთხვევებია მესამეჯერ დაემართათ არა არის საუბარი რომ ეს არის ბოლო ამოსუნთქვა მაგრამ დარჩება ენდემიური კერებიო არ გამოვრიცხავ რომ იმ ენდემიური ჩვენ ვიყო და ეს არ მინდა რომ მოხდეს სოფლიოში. ამაშია პრობლემა. არ მინდა რომ საქართველოს იყოს ის ენდემიური კერა, სადაც კოვიდი დარჩება და მივდივართ მაგისაკენ. და რაც ეხება კიდევ ამბობ პრეპარატი ხო არის ეს Pfizer-ის Paxlovid ქვია. Paxlovid ქვია, რომელსაც ძალიან დიდი იმედები გვაქვს. მერკის პრეპარატი რომ მოლნუპირავი ხო? კი ბატონო, არის მიდის მუშაობა, რეალურად მიდის მუშაობა. და ეს მედიკამენტიც არ იქნება რა პანაცეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამოცანა რა არის? ამოცანა არის ის რომ არის დასასრულისკენ კოვიდის, კოვიდ პანდემიის ხო? ვერაფერს ვერ იტყვის. მე მაგას ხო. რა სიტყვის Fauci, კი, Fauci ჩემზე ბევრად გამოჩნდა, ბევრად დიდი ცოდნა აქვს, მაგრამ Fauci-საც ბევრად შეეშალა. ხო და ამიტომაც კიდევ ამბობ რომ გამოვა ეს მედიკამენტები და ძალიან კარგია თუ მიმდინარეობს მოლაპარაკება და ისევ არ ვიქნებით ბოლო ქვეყანაზე ადვაქცინაში. ვიღებთ მალეო. მე მაშინაც მე მახსოვს ზოგიერთი ვინც ახლა ძალიან ისაში მართლობაში არის ასამბობ საქართველოს პირველი ქვეყანა იქნება ვინც ვაქცინას მიიღებს. მახსოვს ეს სიტყვებიც დაწყებული მინისტრის მოადგილეებიდან დამთავრებული სხვადასხვა კლინიკების ხელმძღვანელებით რომელიც ამას ამბობდა ამიტომ როცა შემოვა მაშინ დავწმუნდები რომ ჩვენც ვიქნებით ერთ-ერთი ლიდერები ამიტომაც ეს მაგრამ ეს არ არის პანაცეა ეს არის იმისათვის ისევ რომ არ იყოს გართულებული ფორმები და ისევ ადამიანები არ ხვდებოდნენ რეანიმაციაში და არ ყვდებოდნენ ეს მედიკამენტიც არ არის მივიღე და გამიჯამდა. დასკვნა რომ გამოვიტანო თქვენი საუბრიდან იდარდონ სხვებმა, ვისაც საქმე კარგად აქვთ, თორე ჩვენ ისეაც ცუდად გვაქვს საქმე და იმდენად ცუდად გვაქვს, რომ სადარდებელიც არაფერი გვაქვს. ეს მედიკამენტები აი ეს შევაჯამე მე თქვენი საუბარი. არა, შეიძლება უნდა ვიდარდოთ ყველაფერზე უნდა ვიდარდოთ და თან ეს მედიკამენტი არ არის, ასე ვთქვათ, ვერ დაუსვავს ამ ყველაფერს წერტილს. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მივდივართ აი იმ დასკვნამდე მე არ ვიცი თქვენ ამ საკითხს როგორ უყურებთ მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა პირველი ეტაპი გავაკეთოთ არა ასე ვთქვათ მედიკამენტოზურ აქცენტი მედიკამენტებზე არამედ პირველ რიგში უნდა იყოს ეპიდღონიზებები. აი ეს არის მთავარი და ეს არის ამოსავალი წესი. ვაქცინაცია არ გამოგვივიდა, იმიტომ ჩახლავდა რომ ვერ მართეთ და არა იმიტომ რომ არ გამოგვივიდა. ვერ მართავ და ის ადამიანები ვერ გააკეთეს ეს პროგრამა ვერ განახორციელეს. ეს არის შეცდომას უშვებს ადამიანი, მანქანა არ უშვებს შეცდომას რა. დაუშვეს არასწორი მიდგომა, არასწორი დამოკიდებულება მთავრობაში, არ არსებობა ამის ნების. და ვირუსი ეთი უნდა თქვა ნობელის პრემიის ლაურეატი ცნობილი გენეტიკოსი მიკრობიოლოგი ჯოშუა დავასრულოთ და მოკლედ ეხლა ჯორჯო ლედენბერგი რომელმაც 40 წლის წინ დაწერა ერთადერთიო ვისაც შეუძლია შეწყვიტოს ადამიანის ჰეგემონია დედამიწაზეო ეს არის ვირუსიო და ვინ გაიმარჯვებსო ადამიანი თუ ვირუსი ჯერ არ არის ცნობილი და ესე იგი ხთეთ ყველაფერი კარგი მაგისკენ მიდის ვირუსი არის ყველაზე ვერაგი ყველაზე საშიში ადამიანის
მტერი. რა თქმა უნდა, ყველა ვირუსი არა, მაგრამ აი ეს ვირუსები, რომელიც დაავადებებს იწვევენ, ვირუსების ძალიან დიდი ჯგუფი არსებობს, უზარ ვირუსზე უფრო საშიში არაფერი არ აქვს ადამიანს, არ აქვს თავისთავად ადამიანი და ვირუსი. ორი მტერი ყავს ადამიანს და ამიტომაც ნუდგებით ესე ხვალ გაქრება, ზე კიდევ რაღაცა გამოჩნდება, თუ ჩვენ ესე დამოკიდებული ვართ. მადლობა, უნდა დავასრულოთ თქვენთან საუბარი, შემდეგი სტუმარი გველოდება. კი ბატონო, ძალიან მოკლედ. ერთ იმაზე, აი კიდევ ერთხელ მინდა მიმართო თქვენს ტელემაყურებელს და მთელ საქართველოს ვისარგებლო შემთხვევით. მე მაქვს ერთი თხოვნა ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომ აუცილებლად მოახდინონ იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც შემოგთავაზა ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციამ და პირველ რიგში თუნდაც არ ვიცრებით, გასაგებია მაშინ ნიღაბი მაინც ვატაროთ და აი ეს იყოს ერთი გადადგმული ნაბიჯი, რომ დაახლოებით 70-80%-მდე ავიდეთ ნიღბის ტარება და განსაკუთრებით ხაზს უსვავ ამ მიმართულებას რეგიონებზე. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სულხათ შორის მაგალითი მიეცით ჩვენს მაყურებელს იმით, რომ ნიღბით მონაწილეობთ გადაცემაში. მიუხედავად დისტანცია გვაქვს. კი ბატონო და აცრილები ვართ ყველა და დაბუსტულებით ვართ, ასე ვთქვათ. მადლობა ვატო სურგულაძე, დევით აბიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები, მე მშვიდობები მათ. რეკლამის შემდეგ გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი იქნება ჩვენი ბოლო სტუმარი. საუბრობთ ისევ ომიკრონზე და იმ შესაძლო სცენარებზე, რაც საქართველოში ახალ ვარიანტს შეიძლება მოხვდეს.